ზღვის წყლის დალევამ შეიძლება უფრო მალე მოკლას, ვიდრე საერთოდ არაფრის დალევამ. პრინციპს აგიხსნი, აქ მთავარ როლს ოსმოსი თამაშობს. ჩვენს უჯრედებს ნახევრად გამტარი გარსი აქვს, რომელიც წყალს ატარებს, მაგრამ მარილს არა. წესი ასეთია, რომ ბალანსის დასამყარებლად წყალი ყოველთვის იქით მიემართება, საითაც მარილი უფრო მეტია. რა შუაშია ახლა ეს ამ ამბავთან? ზღვის წყალში მარილის კონცენტრაცია ძალიან მაღალია, ანუ 100 გრამ წყალში დაახლოებით 3,5 გრამი მარილი იქნება. ამის ფონზე ჩვენს სისხლში ბუნებრივად დაახლოებით 60-ჯერ ნაკლები მარილია. ისე გამოდის, რომ ზღვის წყლის დალევისას უჯრედებს ზედმეტად მლაშე გარემო ექმნება. იმის ნაცვლად, რომ უჯრედმა წყალი შეიწოვოს, პირიქით ხდება და ოსმოსის გამო უჯრედიდან წყალი გარეთ გამოდის. ამის გამო უჯრედების გაუწყლობა, ანუ დეჰიდრატაცია იწყება. გამოდის, რაც მეტ ზღვის წყალს მიიღე, მით უფრო გამოშრება ორგანიზმი. ზედმეტი მარილი ზოგადად თირკმელებმა უნდა გამოდევნოს, მაგრამ ამ მარილის გამოდევნას იმაზე მეტი სუფთა წყალი სჭირდება, ვიდრე ახლახან მიიღე. ანუ გამოდის იმაზე მეტი უნდა მოშარდო, ვიდრე დალია. ორგანიზმი სითხეს საკუთარი ორგანოებიდან და ქსოვილებიდან სესხულობს და დეჰიდრატაცია კიდევ უფრო მძაფრდება. თუ ადამიანმა ზღვის წყალი დიდი რაოდენობით მიიღო, შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა შეიქმნას. მოკლედ, ზღვის წყალს თუ დალევ, უფრო მოგწყურდება და შეიძლება მოკვდა კიდეც.